პროჭორილელები მაგრად მუშაობენ, ვაღიაროთ. მიყვებიან პროპაგანდის კლასიკურ კანონებს და წარმატებას აღწევენ. თავარი კანონია, იმდენი ტყუილი უნდა თქვა, რომ ადამიანს აურიო ტვინი, რომ ვერავინ მოახერხოს ყველაფრის გადამოწმება და უარყოფა. საბოლოო ჯამში 100-დან 80 სიცრუეს ვერავინ შეამჩნევს. შემდეგ კი იტყვი, როგორც მე ჯერ კიდევ 2025 წელს ვამბობდი, ჟანრის კლასიკის შესაბამისად კოცებმა ახლა შემოაგდეს თემა, რომელიც ძალიან სტკივად, ოლიგარქია. ბუნებრივიცაა, რომ სტკივად. მოიშველიეს რაღაც საერთაშორისო კვლევა, რომლის მიხედვითაც ამტკიცებენ, რომ ყურადღება, საქართველოს დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია. ალბათ ბევრს მოხვდა ყურში ეს ამბავი, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არაფერი გადაამოწმა. იმიტომ რომ ამ ტყუილის გამოქვეყნებას დროში დაემთხვა უამრავი რამ. განათლების რეფორმა წოდებული ცოდნის ამოძირკვის რუსული სპეცოპერაცია. ამას დაემთხვა ახალი კანონი, რომელთაც ქუჩაში შეკრება საერთოდ იგრძელება. ამას დაემთხვა ბორიას მილიციის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საერთაშორისო გამოძიების უკვე საერთაშორისო მოთხოვნად მხარდაჭერა და უამრავი სხვა ამბავი. დავხარჯე ცოტა ხანი და ჩაუჯექი პირველ წყაროს, რასაც პროჭორილელები ეყრდნობიან. გახსნა, რასაც ქვია. პირველი, კვლევა ძველია. ახლა გამოქვეყნებული, ახლა დაჯამებული, მაგრამ აჯამებს 2012-2023 წლებს. როდესაც ფორმალურად პროჭორილელები ჯერ კიდევ ესაუბრებოდნენ ევროკავშირს და არ იყვნენ ქცეულები კონტინენტურ კეთროვნებად. მეორე, თავიდანვე ვნახე ის გვერდი, რომელიც პროჭორილელებმა მიუთითეს თავიანთი დიდი მიღწევის დასამტკიცებლად. გვერდი 51, აბა, ქოცის სხვას რას მიუთითებდა. ხო და ამ 51 გვერდზე თქვენი მოწონებული დამხვდა აი ეს ცხრილი. საქართველოს მართლაც ცხრილიზე მონაწილეშია, ოღონდ თუ ორ სიტყვას აბამთ ინგლისურად. მარტივად ნახავთ, რომ ეს ნეგატიური მაჩვენებელია. რაც უფრო ზემოთ ხარ, მით უარესდება შენი ამბავი. ეროვნული სიმდიდრის წილი მოსახლეობის უმდიდრესი 1%-ის ხელში. მე-6 ევროპული ადგილი. ჩვენ ზემოთ არიან თურქეთი, რუსეთი, უნგრეთი, კვიპროსი და შვეიცარია. კვლევის მონაცემთა უდიდესი ნაწილი უკრაინაში დიდი ომის დაწყებამდეა შეკრებილი და მაშინაც კი თურქეთშიც, უნგრეთშიც და კვიპროსშიც ძალიან საგრძნობი იყო რუსი ოლიგარქების გავლენა. ორმაგი მოქალაქეობით, ბინადრობის ნებართვით ყიდულობდნენ ყველაფერს. უბრალოდ ყველაფერს, რაზეც მიუწოდებოდათ ხელი. ოღონდ ფული გაეტანათ რუსეთიდან, რამენაირად გაეთეთრებინათ. შემდეგ გვერდზე კი წერია, რომ ცვლილებები მოხდა და იმ 1 უმდიდრესი პროცენტის ხელში დღეს ეროვნული სიმდიდრის ნაკლები წილია. მაგრამ მაგის ისტორია გაგახსენოთ? ან რა გახსენება გინდათ? სანამ იმას ისევ შაკიკი გამწვევებია, ბარემ თვითონ არ ეზარება ლაპარაკი, რომ დასავლეთი განგებ აკოტრებს და ფულს ახევს. მოკლედ, ის დაბლოკილი 6,7 მილიონი დოლარი უნდა იყოს ალბათ მიზეზი, რითაც ბორია ივანაშვილის ანგარიშები შეთხელდა და საერთო ქართულ სიმდიდრეში წილი ოდნავ შემცირდა. უფრო მარტივად, ქართული ოცნების ტყუილი გაუმჯობესებულ რეიტინგზე უბრალოდ სიმწრის სიცილია. სახლი გვეწვის და ხელი მაინც გავითფოთ, ბატონო ბორისო.